ჰაიუშკი ჰაიუ. ეხა მოკრეთ ხალხო. დაიჭირ. ეხა გაჩვენთ რა ჭირს ამას. აი ნახეთ ხალხო. ესე იგი, აი აქ რო ჩადის წყალი, აი აქ გარმოშკა რო უერთდება, აი აქ რო ჩადის წყალი. აქ გამოდის და აქ ჩადის, აქ არის მიერთებული სამზარეულოც და საერცხი მანქანაც. იმ დღეს საერცხი მანქანა რო რეცხავდა, აი აქ გამოდიოდა წყალი. და იმის მერე, აი 31 იკარო წავიდა. 31 წუთში მაგ დღის მერე, აქედან ანუ აქ რო წყალი ჩადის, ან იქ რო რამეს რეცხავ, საერცხი მანქანა აღარ ჩამივთია წყალია. უკანა ესე იქიდან შადრევანივით ამოდის წყალი. აგერ ტროსი ვიყიდეთ. გავატარეთ. კიდე ისა, რა ქვია, ის ჩავასხით კროტი წუხელღამე, თლიანი და ეხა დღეს უნდა იმას ვქნათ, რა ქვია, ცხელი წყალი ჩაასხავ ზემოდან და თუ წაიღებს, წაიღებს და ცხელი წყალს ჩაასხავ და ეხა კიდე აცხელებს ქვაბებს და ანუ ქვაბები აღარ უნდა ის ერთი თუ უშველა იმან და წაიღო, ანუ ეგ შველის რაღაცა ცხიმი თუ იყო რა, ცხიმი რო ერთმანეთს ეკრობა, ეგ რო გაჭედილი, ხო? ადა მოკლედ ეგრე რა ვიცი. ხო, თუ უშველა მაგან. ხوارა და რავი, ხელსანი გუშინი მოსულიყო გადაგვაგდო, არ მოვიდა, სუფრისში წავიდა. ხო და რა ვიცი. აი ესეთი ამბავი ხალხი გამარჯობა. Adam მოკლედ ესე ხალხი What გამოდი? Რაღაც გაიხანა გარდა. უბა მეგონა რა აი დაიწყო. ვეთი ამოვიდა რაღაც. და ახალისა ის მოიტანე აქ გასაკეთებელი ამოვიდა. აი განები თუმცა იქაც ხوارა მოვიდა ესე იგი წავიდა. დაუშვი. რაიცაც მოიწია ვიცოდა. აბა ხოთა. აქ იქ როგორ არის იქ. აი იქ პრობლემა იყო აქაც შეგო ამოჟონავდა. ამოჟონავდა კი არ შადრევანი მით მოდიოდა. აი იქიდან დავიდა. აბა ამდენი ხანსა გადაიღო. ეგ რამდენი გასაშილა არა აქ იმდენი მანიპულაციები ჩავატარეთ ხალხო გუშინ აი ცოტა წვეთობით მოდის ოღონდ ეს ზემოდან ჩამოდის თუ ისე ამოდის არ ვიცი აი ეს წვეთები შეიძლება ეს გადაბმის ადგილში ის ხო ტრუბა აქ ჩასადები მან ტრუბა ჩასადები აი ის ტრუბა არა ეს მე მგონი წავიდა რა ვიცი წავიდა რამდენი ხანი ხმა გაუჩნდა მოიცა მაშინაც ქონდა ხმა რო ამოდიოდა იმის მოუჩდება ხო აი რაც აბსოლუტს მამათა აი მაგ უკეთა იქ ამოდის აი შემგონია რომ იქაც სამოსო ხმა ეგეთი მესმის სულ ეს უკვე გასულია შენობიდან ეს შენობის კანალიზაციიდან გასულია ამდენი შენობის გარეთ
შემდეგ იყო ის, რაც ყველაზე ძალიან მეზარება ხოლმე, ეს არის თალაგება, კარატების დაკეცვა. თან მე როგორ ვიცით, აი ერთ ნივთს რო გამოვიღებ, ყველაფერს თავდაყირად გება. ვიცი, თავის საუნებურად. ხო და მოკლედ დავკეცე, გადავალაგე, გზამკლავიანები ერთად, გასარეცხები ერთად. მიფიქრე რაღაცა ნაწილი უკვე ხო არ შევინახო მეთქი, იმიტომ რომ რა ვიცი, უკვე აღარ გამომადგება თქო თან ველაპარაკებოდი ჩემს ძვირფას ფატის დღეს, ამას რო ვალაგებდი ხმოვანს, ვუგზავნიდი და ვუსმენდი, ანუ ვუყვებოდი იმას, რომ მე ანუ როგორი ტიპი ვარ და მოკლედ ვსაუბრობდით, მომწერა ეს იცით რომელი ქალბატონია ევას რომ მოუტანა ტკბილეულები კიკვიძის პარკში სათამაშო ფულით რო აჩუქა მომწერა რომ მინდაო რომ დაგეხმარო გენეტიკური ტესტისთვის და ჩაგირიცხო თანხაო და ძალიან ვიუარე და მე ვიცი რამდენ შრომობენ ჩვენი ემიგრანტები და რა რთულია საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა ხო და ამიტომ უარს ვეუბნებოდი და რამდენიმე დღის განმავლობაში მწერდა და მეუბნებოდა რომ მე მინდა მთელი ჩემი სულით და გულით რომ ამაში შევიტანო ჩემი წვლილი და მე დღეს ვსაუბრობდით ჩემი პირადი ნომერიც მივწერე და სხვა ბევრ რამეზეც ვისაუბრეთ მე იმ ადამიანებს რომლებსაც ვუყვარვარ მიცნობენ და ჩემს სულს იცნობენ დიდი ხანია მიყურებს და მისმა შვილმა დღეს მადლობა რომ გადაუხადე რომ ჩამირიცხეს მითხრა რომ ისე უყვარხარო ჩემი გოგო ესე გეცახისო და ჩემთვის ეს არის შეუფასებელი და უძვირფასესი იმიტომ რომ ანუ მე თვითონ ეს ჩემი iPhone 16 Pro Max-ის 5 და სითბო რო არ მახსოვს ჩემთვის ძალიან ძვირფასია სხვა ქალისგან გამოჩენილი სითბო და სიყვარული ჩემს კარადაშილია ბავშვების რაღაცებს შეურებს ხოლმე და იგი ინკადავალაგე და თან გამქონდა ბავშვების რაღაცები ბავშვების ოთახში და ზოგი გასარეცხებში და ასე ძალიან დიდი მადლობა ფატის ძალიან დიდი მადლობა უღრმესი სიყვარულით და პატივისცემით ძვირფასო ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ხო და რა თქმა უნდა გადავიტან დავამატებ ჩემი გენეტიკური ტესტის თანხას და იმედი მაქვს რომ მალე გავიკეთებ და იმედი მაქვს რომ კარგ პასუხს მეტყვიან და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და ყველა კარგ ადამიანს გისურვებთ რომ ყველაფერი გქონდეთ კარგად ყოლოდეთ თქვენი ძვირფასი და საყვარელი ადამიანები გქონოდეთ ჯანმრთელობა და ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება იმიტომ რომ ეგ არის ყველაზე ძვირფასი რაც ჩვენ გაგვაჩნია ხო დავალაგე ხალხო ჩემი ოთახი ოთახი ტანსაცმელი ძალიან სასაცილოა ხოლმე ეგა რაღაცა მოიცა ის გავიკეთოთ მიკროფონი თორე ეგა ერთვერაფერს ესა ხალი დავლიოთ მოიცა აქ შეგაყენებთ ამოვიღებ ჩემთვის ერთალ სიმინდს
მარილი ამასთან მიყვარს მარილი ფლომად. მე მგონი ძალიან უხდება. აი მოვედი ხალხო. არ ვიცი რამდენი გრადუსია, მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ იგრძნობა, ცხელა. მაგრამ აი სასიამოვნოდ ცხელა. ესე იმითო რომ იყიდა უკვე რამდენიმე დღეა და აქიდო ეს ყალი რო არ გადიოდა. ხო და დაიწყო ის კაპუჭება. აჯერ მუყბანგებს რო უყურებდი. ერთი გოგო იყო, ვიცი თქვენს უყურებთ თუ არა, ნატაშა ბო. ესე იგი სიმინდს ჭამდა. აი ეგრეთ სიმინდის ჭამა შეიძლებოდა, არც მეგონა, ანუ ეგრე რომ სიმინდს კალორია მოუმატოს ადამიანმა, მაშინ პირველად ნახე მაიონეზს ხავდა. მე მიყვარს ესე მარილი. ერთხელ ჭამე შემწვარი იმაზე. აქვია. ცეცხლზე, მაგას მწვადი. აკვე ჩხალზე. ხაპარია. დასავლეთში ვინც ცხოვრობდნენ, ბავშვობაში ხშირად ჭამდით მაგას ალბათ. ბოლოს გამიგონია. ჩვენთან ბავშვობაში სიმინდს საერთოდ არც მინახავს. არც ყიდულობით, არც ხარშავდით, არ იყო მე მგონი. აი ლაგოდაში. ამ ჩვენ არ ყიდულობთ, არ ვიცი. ბაბაჩემ სხვა დიაბეტი ქონდა და შეიძლება არ ყიდულობდნენ მაგის გამო, იმიტომ რომ ხო პირდაპირ ის არის სწრაფი ნახშირწყალი. არა, სასურველი დიაბეტის დროს. ერთხელ შევწვი გრილში. გამომივიდა ქვადრკინა. ვერ შეჭამდი. აი გამეცხოვებენ. შეიძლება დახარო. როგორ გადაგდის შემს გარეშე ვერ შელუკმაო.
ახლა მაქვს ძალიან არარესურსული პერიოდი. ანუ ძალიან მოკლედ იცით ჩემი ამბავი. გენეტიკური ტესტის გაკეთება რომ მინდა და რომ ველოდები. ანუ როგორ შეგიძლია იცი რომ დღესაც თქვი. ანუ თქვა ხარ სადღაც, მაგრამ არ იცით თქოს ფეხქვეშ მიწა გამოგეცლება თუ არ გამოგეცლება. და ანუ ამას ანუ სულ არის რა, ანუ ეგ არ მიდის ესე მეზობელი რომ რაღაცას ბურღავდეს, რემონტს აკეთებდეს და შენ პოზიტიურად იფიქრებ, შეეცდები რაღაცა, ну ის ბურღავს და არის. არის პროსტა. და შესაბამისად ძალიან არარესურსული პერიოდი მაქვს რა. ვცდილობ მიმუშაოთ, ვცდილობ ის გავაკეთო, ახო კიდე ემოციურად არ ვჭამ. ანუ ხო სულ ჩემი ეს იყო ჩვეულებრივად ემოციური ჭამა. ესე დროსაც არარესურსულად ვიყავი, თავს ვანებებდი ყველაფერს, ყველა ჩემს პასუხისმგებლობას ხელს ვუშვებდი და ვახშობდი ჩემს გრძნობებს, ვჭამდი. ეს უფრო დიდხანს გრძელდებოდა, იმიტომ რომ ესეთი მძაფრი ხა როგორც არ იყო. გამაყუჩებლის ქვეშ ვიყავი ფაქტიურად, მაგრამ მე იმას ანუ თან გადამქონდა ყურადღება, რომ ინახე რატო ვჭამზე დმეც, რაც ოდიოზე დმეც ვჭამ. მე ისა წონაში ვიმატებდი, მე წონაში კლებას ვიწყებდი, ანუ იქ გადამქონდა ყურადღება, ხვდები? იმით ამას კიდე ვაჩლუნგებდი. და ეხა ყურადღება მოვჩიბონი აღარ მაქვს ფაფუ. ყურადღება აღარ გადამაქვს, აღარ ვემალები. და ანუ მთელი ბოლო ხმაზე აწეული რა, ანუ კი ჩაწეული და ბალფონზე კი არ არის, ბოლო ხმაზე აწეული. ანუ ეს კაი ხა იმითია რომ, ანუ განიცდი რა, დრო აქვს თავისი. როგორც ხეს აქვს დრო, რომ ეს ყვავილი უნდა გაიშალოს, მე მოიბას ნაყოფი, მე მწვანე უნდა რაც უნდა ვეძახოთ, რომ ისე ძალიან მაგარი ნაყოფი იქნება, ძალიან ტკბილი და გემრიელი და ყველაფერი კარგად იქნება, დრო ხო უნდა რომ ამას მწვანე მკვახე ნაყოფიდან ტკბილამდე გადავიდეს, ანუ ესე ვჭირდება რაღაცების მიღებას და გადახაშვას დრო. და ანუ ამ დროს არსად გარბი ხარ, გეხარ და განიცდი მთელი სიმწვავით, არც ქვემოთ არ უწევ ხმას, იმიტომ რომ ქვემოთ რო უწევ ხმას, უფრო სინამდვილეში დიდხანს ხარ წუდად, მე სხვა რაღაცით რო ვითომ იქარვე პრობლემას, სინამდვილეში ახალ პრობლემას იქმნი. მაგასაც არ აკეთებ და რეალურად გახარ შენი იმის წინაშე რა, ცხოვრების მოკლედ ცხოვრებაში ყოველთვის არის ის მომენტები. ხო და მიჭირს, არ მინდა არაფერი. არ მეხალისება რაც მიყვარს ხოლმე და ანუ აი ვფიქრობდი რომ მჭირდება და მივხვდი რომ მჭირდება ზრუნვა. დედის ზრუნვა. აი მე როგორც არ მახსოვს რომ აი შე რომ მოიკუნტები პლედში და ისე ჩაგეხუტება. აი ზუსტად თვალწინ დამდგა მე რომ ვეხუტები ევას და ვეუბნები, ნუ გეშინი, მე შენთან. და მე არასოდეს არ მახსოვს. და ჩემისგან ნათქვამი ეგ სიტყვა. შეიძლება უთქვამს კიაც, მაგრამ მე ძალიან პატარა ვიყავი და არ მახსოვს. და ზუსტად ვიცი რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ჩემს ყველაზე რთულ პერიოდებში ჩამეხუტოს და მითხრას, პირველ რიგში მე ვარ, მყავს რა თქმა უნდა მასეთი ადამიანი, მაგრამ პირველი მაინც მე ვარ, ანუ არც კიდე რომ სხვებს გააგებინო, კიდე საანახლებელი და ძვირფასი იყოს, არ კიდე დამძიმო და ახლა უთხრა და ახლა ყოველ დღე ერთხელ ორჯერ და ყოველ დღე ადამიანს ვერ მივცემ უფლებას, რომ შევჭამო ჩემი ამიმით. ხო და შესაბამისად მე ვარ ის, ვისაც შეუძლია ყოველ დღე თავის თავს შეუქმნას ეგ სიტუაცია რა, პლედის, ჩახუტების და იმის რომ გეშინია მე შენთან. არასდროს მიგატოვებ, არასდროს გავიქცევ, შენთან ვიქნები, მიყვარხარ. და ნუ მინდა რომ ეს გაგიზიაროთ ყოველთვის, როცა ესეთი პერიოდი მქონდა, საერთოდ ვიკეტებოდი.
ეხლა არ მინდა რომ ჩავიგედო. მართალია იმ სიხშირით ვიდეოს უბრალოდ ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ძალიან დიდ შინაგან ენერგიას მართმევს ეს განცდები იმდან დიდ, რომ ანუ ძალიან აი ცუდად რო ხარ ფიზიკურად ადამიანი ძალიან ბევრი იღლები, ხო იცი? ესეთი ოღონდ ეს ემოციური განცდები, რომ განიცდი, აი გამოფიტული და დაღლილი რო ხარ, თქოს რომ ვაფშეაფერი არ გაიგეთებია და ანუ თან ნერვები რო კეშლება, რომ რატო ხარ ეგრე. ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება აბსოლუტურად. ვიცი რომ ანუ ესეც კარგია. ნახე რამდენი წელი წავიწიე, რომ საკუთარი თავის თვითვნებიდან და თვით განადგურებიდან გადავედი საკუთარ თავზე გაჭირვების დროს ზრუნვის მომენტში. და თან ნახე ისე ზრუნვის კი არა რომ ყველაფერი მივატოვო და მარტო ეგ დამრჩეს. არამედ ვიდეოც ჩავწერო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და ძალიან მეხმარება ეს. საკუთარ თავზე ვიზრუნო, კალორიები დავითვალო, ნაბიჯები გავიარო, ჩემს მარათონში გოგოებთან ვიყო, თქვენთან ვიყო, ნუ ეხლა თქვენთან ისეთი სიხშირით ვერ, მაგრამ როგორც ეხლა შემიძლია, ხო? გაგიზიაროთ ეს ყველაფერი, რას ვგრძნობ, როგორ ვგრძნობ, რატომ ვგრძნობ, ანუ მაქსიმალურად რომ შეძლოთ დაინახოთ, ხო? ჩემი რატომ იწერია არხის აღწერაში სამყარო ჩემი თვალებით, იმიტომ რომ ჩემი მე რას განვიცდი, ეგ დაინახოთ და სულ ვცდილობ ხოლმე რომ მთელი სურათი დაგანახოთ, იმიტომ რომ მაინც ვერ დაინახავ 100%, მაგრამ ნუ ვისაც შეუძლია, რომ ამა მაქსიმალურად შევძლო მე, რომ ვისაც დანახვა შეუძლია, მაქსიმალურად მივიტანო. ანუ მე უნდა მივიტანო და იმას უნარი უნდა ქონდეს, რომ დაინახოს. ესაა ჩემი მაყურებელი, ვისაც მე უყვარვარ და ვინც მე მხედავს, ხო? და მე თუ ვერ მივიტანე, ისიც რას დაინახავს. ამიტომ არ მინდა რომ ჩავიკეტო, არ მინდა რომ გავქრე, არ მინდა რომ მარტო დავრჩე ამ ყველაფერთან, იმიტომ რომ ვთვლი რომ სწორი არ არის. ეგეც თვით განადგურების გზა არის და მიუხედავად იმისა, რომ მე ინტროვერტი ადამიანი ვარ, არ ვარ ექსტროვერტი და ძალიან მახალის ბევრ ადამიანთან ურთიერთობის ეს ფორმატი ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია, სადაც მე ჩემ ცხოვრებას გიყვებით და რაღაც დროის მერე გიგზავნით. აი ხა მაგალითად ეხა არის 4 საათი ხდება და თქვენ ამას რა ვიცი რომელზე ნახავთ არ ვიცი. შეიძლება ხვალ ნახოს სოგმა, ან შეიძლება 1 წლის მერე, მაგრამ თუ ჩემ სიტუაციაში ხარ, იცოდე რომ ნორმაა, იცოდე რომ ყველა გადის ესეთ რთულ პერიოდებს ცხოვრებაში. თუ განცდიანი ადამიანი ხარ და ხარ მათ განცდი ყველაფერს. მე მაგალითად გრძნობების გარეშე ამ სიღრმის გარეშე უგრძნობელს 1000 წელს მირჩევნია ჩემი ასეთი ერთი წელი როგორც ვარ. ანუ იმდენ ბევრ ამას ვგრძნობ და იმდენ სიღრმეზე ვგრძნობ, რომ ეს მირჩევნია. თუმცა ეს რთული სატარებელი, ანუ ეს გარკვეული ჯვარია, მაგრამ ეს ლოცვაც არის და ლოცვაც არის და საჩუქარიც, იმიტომ ნახე, შენ რო ღრმად შეგიძლია იგრძნო, შენ მარტო შენ კი არ შეგიძლია იგრძნო ღრმად, ღრმად გრძნობაში მოიაზრება, რომ ყველაფერი შეგიძლია იგრძნო, სხვისით კი ვირც შეგიძლია იგრძნო და ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია სხვას დაეხმარო. ანუ შენ შეგიძლია იყოს შუქურა სიბნელეში სხვა ადამიანებისთვის. და მე თუ მაქვს იმის ძალა, ღმერთმა თუ მომცა იმის ძალა, ჩემ სიბნელეში მე გავანათო, არიან ადამიანები, რომელსაც არ შეუძლიათ თავის სიბნელეში თვითონ გაანათონ და სჭირდებათ ვიღაცა, ვინც გაუნათებს. და თუ ამ სამყაროში არსებობენ ადამიანები, ვინც მოვა და სპეციალურად ჩაგიქრობს სიბნელეს, მე მინდა რომ ის ადამიანი ვიყო, რომელიც მოვა და სპეციალურად აგინთებს შენ სინათლეს, მაშინაც კი თუ შენ მას საერთოდ არ იცნობ და გეტყვის, რომ ეს ნორმალურია. ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია შენს თავს უსმინო, შენს თავს გაყვე, გიყვარდეს, იზრუნო და ისაკეთო, რაც გიყვარს და ეს არ შეწყვიტო. ეს არ შეწყვიტო, იმიტომ რომ ეს სიცოცხლეა. და ამასაც თქმა უნდა, თუ შეწყვეტავ, მე მოყვება საკუთარი თავის დადანაშაულება, რატო არ ვააკეთებ და ნუ მთელი ციკლი ირთვება თვით განადგურების. უბრალოდ აკეთე. ოღონდ შენ ტემპით აკეთე. იმ ტემპით, როგორითაც ახლა შეგიძლია. ისეთით არა, რომ შენ თავი დაასამარო საბოლოოდ და ბოლო ენერგია წაართვა, არამედ ისეთით, როგორც ახლა შეგიძლია. ნელა ფიშო, ნელა, მოგეშინი, არ გადავარდე. აი, ამისი თვითონ ამისი არსებობა იცით, როგორ მაბედნიერებს? ანუ არ ვიცი.
ეს ჩემი საოცრება. ჩემი სიყვარული. ხოდა ეს იყო ეს შუა დღის ჩართვა. მინდოდა ეს მეთქვა თქვენთვის.